პირიქით ის. სოე. ვერტფა გაგაზრდოთ, გაგახაროთ. თქვენთან ერთად იქ. მოდელი წევის მარდი შეგეციოთ. როდესაც ლოცულობთ შემოდის რაღაც თავისებური გზნობა და ძალიან კარგია. როდესაც თუნდაც ბარძიმის დროს აი ვიხსენიებთ სახელებს, ხო? ეს რაღაც ტრანსცენდენტული გზნობა შემოდის. შემოდის გზნობა რაღაცა მიღმიურისა, რომელიც ხილულის მიღმა გაურკვეველია ჩვენთვის, ჩვენი რაციონალური გონებისათვის, მაგრამ ხილულის მიღმა დერეფანს ხსნის და ჩვენთანს გვაძლევს. ის ფურცლები, რომლებსაც ვიხსენიებთ, თითქოს და თვითონ ის ფურცლები, რომლებსაც კვადრატული A4-ის ფორმა ქონდა, თუ A4-ის ნახევრის, ხო, დაახლოებით ფორმა ქონდა, თითქოს ის ფურცლების სახელებით სავსე, რომლებსაც ვიხსენიებთ, ცოცხლები, მიცვალებულები, ხო, მოზულანი, მაჭირებლები, კეთილისყოფანი, კეთილისწურვანი, ოჯახის წევრები, ყველა ვისაც ვიხსენიებთ. თითქოს ეს ფურცლები თავისთავად ფურცლებად კი არა, უკვე რაღაც მიღმიურ ფანჯრებად იქცევა, სარკმელად იქცევა, რომლის მიღმა იმ ხალხის პორტრეტი, ბიოგრაფია, სოდომ მადლი, სულიერი გაჭირვება, მათი თხოვნა, მათი პირადი ბიოგრაფია, მათი თითოეული ადამიანური სამყარო დგას და მოხსენების დროს წარმოიშობა ესეთი შეგრძნება და არაერთხელ და დღესაც ესეთი შეგრძნება მქონდა, რომ მათი სახელების მიღმა დიდი სამყარო, მიკროსამყაროები დგას, რომლებთა აღწერა შეუძლებელია ადამიანური ენით და უფალმა იცის ეს, რომ ვიხსენიებთ და ვავედრებთ მათ, ეს რაღაცაა თითქოს მიღმიური მიცვალებულებისთვის იქაური სამყაროსთვის მათი მდგომარეობის შეხსენება და მათი შეწევნაა და მათი ჩვენი მოხსენიებით ჩვენს თავზე რაღაც გარკვეული თანაგზნობითი ტანჯვის აღებისა, ჩვენს თავზე მათი გაჭირვებისა, იქაური თუ დალხინებისა, მათი სულიერი პრობლემებისა თუ მათი სულიერი მდგომარეობისა, ეს შეიძლება ითქვას, სულიერი თანაგანცდა და მთელი ქრისტიანობა ხომ თანაგანცდა არის მთლიანად. და მიცვალებულს ვიხსენიებთ, გარკვეული ეს რაღაც მიღმიური თანაგანცდა წარმოიშობა და ამ ფურცლების მიღმა ეს თითოეული ფურცელი გარკვეული ფანჯარა, სარკმელია. რაღაც გარკვეული დიდი დერეფანია, რომელიც იქითაც ისინი იყურებიან და ისინი ხედავენ და ეს კავშირი მათი ცოცხლ და ცხოველად შეიგზნობა რაღაც გარკვეული შეგრძნებით, არ ვიცი როგორი, ყველა ადამიანი თავის გონებაში და გულში გზნობს. რა მიღმიური შეგრძნება აქვს. ეს იქნება სულიერ ნეტარებისა თუ ხორციელად უკვე თითქოს ფიზიოლოგიურად განცდა იმისა, რომ რაღაცა იდუმალსა და მიღმიერ წეხები და ცეცხლოვანი განცდა შენში ღვთის მოახლოებისა. ეს დიდი თემებია. ცოცხლების მოხსენების დროსაც წარმოგიდგება მათი პრობლემები, მათი უძურება, ეს მათი ოჯახის პრობლემები, მათი ზოგი სნეულებისა, სულიერი სნეულებისა, ზოგი ხორციელი სნეულებისა, მათი პრობლემები, რომლებიც დაწყებული სულიერი თვითგაურკვევლობისა და თვით ჩამოუყალებლობებისაგან დამთავრებული, უბრალოდ რუტინული და ადამიანური პრობლემები. რა ვქნათ, ყველა ადამიანები ვარ. მაგრამ ეს ხო ყველაფერი მოდის და ამ ყველაფერი შეგრძნება ხო შემოდის. და ეს მადლი, როდესაც შემოდის შენში, ეს აუცილებლად მიიზიდავს, კიდევ უფრო მეტ მადლს იზიდავს. საოცარია, ბარძიმისას მოხსენების დროს საოცარი მადლი მოდის. ზოგჯერ ამას ვერ გზნობ, მაგრამ ზოგჯერ ამას გზნობ, როგორც რაღაც ტალღას, რომელიც შემოდის შენში რაღაც გარკვეულ საოცარ მიღმიურ შეგრძნებას იძლევა. შეგრძნებას ნაპერწკლებივით, რაღაც შეგრძნებას ისეთ, რომელიც დაივლის შენს სულში, სამშვილდ სხეულში და როგორც ხელით მოხსნის ყველაფერ ნეგატივს, ყველა ნეგატივს მოხსნის და მეორე სუნთქველს გაგიხსნის და თითქოს არა აქვეყნიო რამე, სადაც მიღმიურ ინტუიციურ ხედვასაც გიხსნის მათი გაჭირვებისა. და როცა შენ ხედავ ადამიანის გაჭირვებას და როცა ყურადღებას აქცევ, ყურადღება აუცილებლად ენერგიას გამოიწვევს, იწვევს ენერგიას ყურადღება. ყურადღება როცა არის, ენერგიას იწვევს და ეს ენერგია აუცილებლად თავის კეთილის ყოფილ გავლენას ახდენს. აუცილებლად იძრება ეს ენერგია, ეს ენერგია მიდის
როცა ეს მიდის მისასვლელი მივა თუ არა და უამრავი ბრუნდება. ამიტომ არის რომ ლოცვით კი ვიღლებით, მაგრამ ლოცვით დაღლას შემდეგ საოცარ ნეტარებისა და ენერგიის გენერირებას ახდენს. იმიტომ რომ ლოცვით დაღლა მართლაც საოცარი სულიერი აღმატებაა და აღმატებულობაა, სულიერი ხარისხობრივი მაღლა დაღმდგომაა და რეალობის ბევრად მაღალის ხარისხობრივი ჭვრეტა, რასაც თქვენც გძნობთ ზიარების შემდეგ მით უმეტეს. მინდა ეს გისურვოთ. ამით გძნობთ და ამით შევიგრძნოთ, პასუხობს უფალი. ცოცხალ არს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენთან არს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამით გძნობთ ღვთის სურნელი. ღვთის სურნელი ხო იგრძნობა? სურნელი თვითონ ყნოსვის შეგრძნება, ადრე ჩემი კადაგება იყო რაღაცა და ეს რაღაც გააპიარეს ნეგატიურად, მაგრამ ყნოსვის ტრანსცენდენტული ყნოსვისა და მეტაფიზიკური შეგრძნება, ყნოსვის სამყაროს დამატებით ჩვენთვის საოცარი შემეცნების საოცარ შესაძლებლობას გვაძლევს და როცა ჩვენ მხოლოდ ყნოსვით შევიმეცნებთ ხოლმე საქმეველი სუნს ჩვენთვის ლოცვითი განწყობილება დგება. ესაა სუნი უფლისა, ეს არის სურნელი უფლისა. როცა უფალი შენთან მოდის, შენ საოცრად შეიგრძნობ ამ რიტუალით, შეიგრძნობ და იზიდავ რა უფლის მადლს პასუხობს უფალი და პასუხობს საოცარი შეგრძნებით იდუმალი განცდა იმისა, რომ ის შენთან არის. ის შენთან არის დიალოგში, ცოცხლად არის, რეალურად შენთან არის და გვერდზე არის შენთან. დღისით და განსაკუთრებით ღამით ამ ძიმე ცხოვრებაში. ვის არ გვისაუბრია უფალთან, ღვთისმშობელთან, ვის არ გვისაუბრია, ვის არ ქონია უფალთან სულიერი დიალოგი, ეს არის ლოცვა, ზუსტად დიალოგი. ვის არ ქონია და უნდა გქონდეს, და ამისკენ მივისწრაფოთ, რომ ქრისტე ყველასთან არის. იგი ჩვენ შორის და ამო ქრისტიანს ჩვენ შორის ყველაში არის და ყველას შორის არის და ადამიანებს შორისაც 2 და 3 შეიკრიბება სახელისათვის ჩემისათვის მონ მე ვარ შორის მაცა და 2 და დღეს ამდენივე ზიანეთ ხო ერთის რომ იყო ადამიანი ის უფალი მაინც შენთან არის და სულ მუდამ შენს ვისაც მენა ხისმინოს გეუბნება ვისაც ყურია ხისმინოს ეუბნება სულ მუდამ შენს ტრანსცენდენტალურ სულიერ შეგრძნებებზე აყდნობა შენ შეიგრძნო მისი ახლოს ყოფობა და მასთან დიალოგში ცოცხალ დიალოგში ცოცხალია უფალი ჩვენი იესო ქრისტე აქვე არის ჩვენ შორის არის სადღაც 9-თა სიკირკე არა ამის შეგრძნება ამასთან საუბარი ამ დიდ უფალთან ყოველდღე შეგვიძლია ჩვენს რამხელა უპირატესობა მეგობრებს გიწოდებთ თქვენ და მეგობარს არ უნდა ესაუბრო რა თქმა უნდა ესაუბრო მეგობარია ჩვენი მაგრამ ამისათვის რომ ეს პასუხები მივიღოთ დიდი სულიერი დისციპლინაა საჭირო შესაბამისად იმ ზეციური სტანდარტებისა უნდა იცხოვრო და შენი ცხოვრება შესაბამისად იმ პარამეტრებისა უნდა დაამყარო. ესე არა რომ შენ სხვანაირად იყო მართალია ცოდვილს დაგეხმარება და ღვთისმშობელს აქვს დიდ დახმარების უნდა როცა ძალიან დაცემულია მაშინ მოდის პირდაპირ მოდის პირადად შეიძლება ვერ ხედავ შეიძლება დაინახო მოდის და ხელს გამოგიწვის და ზოგჯერ ყრმით ქრისტეთი რომელიც გადაგსახავს ჯვარს ზოგჯერ მარტო თვითონ და გამოგიხსნის და მოგიყვანს სულფედად და ჭაობიდან. მაგრამ შენ რა თქმა უნდა იცოდე უნდა რომ შენ შესაბამისი სულიერი პასუხისმგებლობა დისციპლინა იმ ზეციური მეგობრობისა უნდა რეალიზაცია ამის გააკეთო და უნდა შეიგრძნო და პასუხისმგებლობა მისი გქონდეს. და ზუსტად ამისათვის არის ის წესები და ის კანონები და ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვიცით რომ მემზადებით, მაგრამ არც მომზადებისა და არც დამსახურების არც ღირსყობისა და არც იმისათვის რომ ჩვენ უცოდულობის გამო გვეძლება ეს ყველაფერი და მადლი დღევანდელი წირვით თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ როგორც დაუმსახურებელი წყალობა რომელმაც ყოველივე იტვირთა ქრისტე ღმერთმა ჩვენმა ამაღლდა ჯვარზე რათა ჩვენ საუმაღლებულიყავით და ამაღლდა ზეცად და ჩვენ ამაღლებული შავიდა ჯოჯოხეთში და ჩვენ ზეცუხეთთან ამოვეყვანა და ის სულ რომელიც ამოიყვანა ადამიანი გახდა რა ჩვენ ღმერთს მივემსგავსოთ კაცი გახდა სრული და რათა სრული ღმერთი რათა სრულ ღმერთს მადლით მივემსგავსოთ და ამიტომ მინდა ეს გისურვოთ შევისურვოთ ლოცვა და ამოვისურვოთ სიყვარული რასაც ყველას გისურვებთ